ისტორია ხშირად გვთავაზობს მოულოდნელ ფაქტებს, რომლებიც საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობას კიდევ უფრო ამყარებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა პოლონეთის პრეზიდენტს ვლადისლავ რაჩკევიჩს უკავშირდება. მისი ცხოვრების გზა საქართველოდან, კერძოდ კი ქუთაისიდან დაიწყო. მომავალი პოლიტიკური ლიდერი 1885 წლის 28 იანვარს ქუთაისში პოლონელი მოსამართლის იოსებ რაჩკევიჩის ოჯახში დაიბადა. რაჩკევიჩების ოჯახის საქართველოში აღმოჩენის მიზეზი თავისუფლებისთვის ბრძოლა და მათი მებრძოლი წინაპრები იყვნენ. ვლადისლავის პაპა ბენედიქტე რაჩკევიჩი 1863 წლის პოლონეთის აჯანყების მონაწილე იყო, რის გამოც იგი ჯერ ციმბირში გადაასახლეს, მოგვიანებით კი უფლება მისცეს კავკასიაში დასახლებულიყო. ვლადისლავმა ბავშვობა და ყრმობის მნიშვნელოვანი წლები სწორედ რიონისპირა ქალაქში გაატარა. ქუთაისის მრავალეთნიკურმა და ინტელექტუალურმა გარემომ წარუშლილი კვალი დატოვა ახალგაზრდა რაჩკევიჩის მსოფლ მხედველობაზე. საქართველოში გატარებული წლების შემდეგ მან განათლება სანქტ-პეტერბურგსა და ტარტუში მიიღო. საბოლოოდ კი პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში ჩადგა. რაჩკევიჩმა განვლო გზა იურისტობიდან პოლონეთის უმაღლეს თანამდებობებამდე. ის 4 ჯერ იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს. იყო სენატის მარშალი. ხოლო მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს პერიოდში 1939 წლიდან 1947 წლამდე გახდა პოლონეთის პრეზიდენტი დევნილობაში. სწორედ რაჩკევიჩი წარმოადგენდა პოლონეთის სახელმწიფოებრიობის უწყვეტ სიმბოლოს. მაშინ, როდესაც ქვეყანა ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. დღეს ქუთაისი ამაყობს თავისი ისტორიული კავშირით პოლონეთის პრეზიდენტთან. ქალაქში არსებული საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სკვერი და იქ აღმართული ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სახელმწიფოების ისტორიულ მეგობრობას. ვლადისლავ რაჩკევიჩი 1947 წელს გარდაიცვალა. თუმცა მისი ისტორია, რომელიც ქუთაისის გიმნაზიის კედლებსა და ქუჩებს უკავშირდება, სამუდამოდ რჩება ორებს შორის ცოცხალ კავშირად.